ეკრანებთან ურთიერთობა ბავშვების სინამდვილეში არის შედეგი იმისა, რომ მშობლებს არ ძალიათ ამ ურთიერთობებისთვის. ბევრი გეუბნება თქვენ ახლა ისეთი მშობელი განსაკუთრებით მამა, რომ წინასწარ ზღაპრებს კითხულობდეს, რომ მერე მოუყვეს. მნიშვნელობა არ ესმის, თორე განა არ უყვარს შვილი, რომ ესმოდეს, რომ ეს მნიშვნელოვანია, ამას გააკეთებდა. რამდენად მნიშვნელოვანია მამა იყოს მაგალითი შვილისთვის და არა უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი და თითის დამქნევი. იცით რა, ამ ჭკუის დარიგებით და თითის ქნევით არაფერი არ გამოდის. თორე იქნია აქტიტები კი ბატონო, ცუდია რომ მშობელი პოლიციის ფუნქციით ურთიერთობს ბავშვთან მხოლოდ. ამ ბავშვისთვის ეს არ არის საინტერესო. ის კი არა რომ ბავშვს სიყვარული არ აქვს, სიყვარული აქვს, მაგრამ საინტერესო აღარ არის ეს. აი ბავშვი რომ ამობს სკოლაში არ მინდა წასვლაო. ფიქრიც არ ჭირდება ხო, დედა იყოს, მამა იყოს, სულ ერთი, აუ რას ხვია არ გინდა. ჯერ მოусმინე რა თუ არ უნდა კაცო რა. ვერ აიტანა იმ კაცმა. სადღაც 5-6 კილომეტრი იყო მისი სახლიდან ჩვენამდე. რომ იცოდა რომ იქ ვიღაცას უჭირს. აი ეს ვერ აიტანა. მოვიდა და აი ესეთი რაღაცების დის მერე იმას. ეს დარწმუნებული ვარ არ დაავიწყდებოდათ იმ ბავშვებს. წამოგივიდა ცრემლები ხო? ზუსტად იმიტომ მინდოდა თქვენი გაცნობა და მოსმენა, რომ ვიცოდი ისეთ ისტორიას მოყვებოდით, არ ვიცი, სიკეთის რწმენა რო დაგიბრუნდება და ადამიანის რწმენა რო დაგიბრუნდება და მადლობა ამ ემოციისთვის ახლა რაც მივიღე მოკლედ ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ამბის მოსმენა. ასეთი ამბის მოსმენა. მამების დრო ყოველ 4 შაბათს 20 საათზე.